დღე მშვიდობის სამეგობრებო, მოგესალმებით ყველას ვარშავიდან მეგობრებო. ეს არის პარასკევი, 11 ივლისი. ახლა გამოვედით სამუშაოდ, ახლა არის 4 საათი. ვიყავით ჩავასხით საწვავი და ვიწყებთ მუშაობას, საწვავი ჩავასხით, ჩავხდეთ და მოგცა პირველი შეკვეთა. ვართ პირველ შეკვეთაზე ახლა. დღეს ვარშავაში გვაქვს კონცერტი, ხვალაც არის კონცერტი და ვიმედოვნოთ, რომ ნორმალური მუშაობა გვექნება. ვიწყებთ 4 საათზე. ნახოთ, როდემდე იქნება მუშაობა, როდემდე შევძლებთ მუშაობას და 12 საათი მოგვიწია მუშაობა, ესე იგი ღამის 4 საათამდე მომიწევს გარეთ ყოფნა და ნახოთ რა გვექნება და როგორ გვექნება გაკეთებული და რამდენი გამოგვივა დღის განმავლობაში. ახლა მივიდეთ პირველ შეკვეთაზე, კილომეტრის უნდა მივაკითხოთ და დროს გიწერს 1 წუთს მგზავრამდე მისთვის. იმედი მაქვს, რომ გზები ძალიან გადატვირთული არ იქნება. მაგრამ ახლა საცობების პერიოდებია მაინც 4 საათია, სადღაც 7 საათამდე გვისნახე რომ საცობები იქნება. შეიძლება უფრო მეტი ხანის გაგრძელდეს საცობი, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტული ადგილები დაკეტილი იქნება, სადაც კონცერტი იმართება, მიმდებარე ტერიტორიებზე გზები იქნება დაკეტილი და გზებზე მიაწვება ხალხი უმეტესად და მაგიტო ეს ცოტა ვიღოს შეიძლება გაგვიჭირდეს მოძრაობა. მოვედით, გზავრის ადგილზე მივოდერო. Dzień dobry. Przemyślał, tak? Tak. Przemyślał, jedziemy do Warszawy. Tak, oczywiście odebrać. Do widzenia. Do widzenia. Miłego. და ასეთ ბატონო პირველი შეკვეთაც მოვიყვანეთ. $27 კილომეტრი ნახევარი 50 ზლოტი. ეს ახლა ესეთ პერიოდია, რაღაც ფესტივალებიც იმართება, კონცერტიც არის, თითქმის ვარშავის ყველა კუთხეში რაღაცები ხდება და ფესტივალიდან ორდღიანი არის. ანუ დღეს იწყება ფესტივალი და ხვალ ღამით გვიან თავდება. და ახლა ისე არ არის, რომ ორი დღე გავიწევდით ვერანაირად ყოველ შემთხვევაში დროს რა მოვწურავ, დროის ამოწურვამდეც ვიმუშავე. დროს რა მოვწურავ, ვიდავალ სახში და ვფიქრობ, რომ კარგი მუშაობა იქნება ეს ორი დღე. სანამ ფესტივალი და კონცერტები არ დამთავრდება, რომ კარგი მუშაობა იქნება ვარშავაში. ახლა მივდივართ კიდე მეორე შეკვეთაზე. 200 მეტრი დაგვრჩა მგზავრამდე. მაგრამ საცობია და ცოტა შემოვიწია, რომ ვიდეოს პასტას როდიეს ინვესტიციებში. Добре. Кто заказал? Кто заказал? Имя? Да. До свидания. Хорошего вечера. ესე იგი ეგეც მოვიყვანეთ და გაგრას რაღაც 500 მეტრი მქონდა დარჩენილი მგზავრის მიყვანამდე და მომცა ახალი შეკვეთა 13 ზლოტიანი, ისიც 500 მეტრი. ვინც მოვიყვანა ესე იგი გამოვიდა და მოვიყვანეთ ზუსტად 20 კილომეტრი 39 ზლოტი. ახლა მივდივართ 13 ზლოტიანზე. მოგეკითხოთ მიხაილს. Dobre.
მიხაუ так. Добре, добре. Ja. Kim, მომდენა. მოვიყვანეთ 3 კილომეტრში 12 ზლოტი. ახლა შემდეგ შეკვეთას დაველოდოთ, არა დავუძებათ სპე. აღარც არის საჭირო, მოგცა შემდეგი შეკვეთა. Добре, Катажина, так? ჩავისვით ახლა მგზავს და დავიყვანოთ. Тут, а? Вот так. Поняла, да? Окей. Მომდენა. ეს მგზავრიც მოვიყვანეთ. კილომეტრში მოვიყვანეთ, ახლა 38 ზლოტიანი. გზაზე დაგჭირდა 20 წუთი. 20 წუთი, 12 კილომეტრი, 38 ზლოტი. სადაც მივიყვანეთ, არაფერი არ მოგცა, გამოვდივარ. ახლა სადმე პარკინგს და დაველოდებით შეგვიძლია. მოგძელეთ კიდევ მუშაობას. ახლა შეიძლება შეგვეთას, მაგრამ ახლა მომენტანი შორი დაინგლება, ახლა 4 კილომეტრი დამაძლევს. უბერს ხო ეს არა აქვს. რადიუსის დაყენება არა აქვს უბერს და გაძლევს ყველა მხრიდან შეკვეთას, რავი 7, 10, 20 კილომეტრიდან და რავი 25 კილომეტრიდან ძლევა ხოლმე შეკვეთას. ანუ ეს ცენტრში თუ ხარ 20 კილომეტრიდან არა, მაგრამ აი თუ სადმე გარეუბანში ხარ და სადმე დიდი მოთხოვნა არის, მაგალითად რაღაც კონკრეტულ ადგილას რაღაცა პარტია, რაღაც კონცერტი ტარდება, რაღაც ფესტივალია, რაღაცა შანსია გქონია მომენტում 10 კილომეტრიდან ამიღია შეკვეთა, რომ მიღირდა მაგ შეკვეთაზე მისვლა. მახსოვს რომ იყო 10 კილომეტრიდან დავიყვანე სადღაც 11 კილომეტრში და იყო 140 ზლოტიანი დადვირებული იყო ტარიფი და მიღირდა მაგ შეკვეთაზე წასვლა. არის ხოლმე ეგეთ რაღაცები და დღეს ვარშავაში არის ფესტივალი, დღეს დაიწყო 11 ივლისი. დღეს იქნება, ხვალ იქნება და კვირას იქნება ფესტივალი. ან 2 დღიანი, 2 დღე ნახევარიანი ფესტივალი არის ვარშავაში. და მაგიტომ იმედი მაქვს, რომ ამაღამ შეიძლება რაღაც ისეთი кайფუშიან შეკვეთებსაც დამოვარდათ ხელი. ნაცხვამი არ მქონდა, რომ კარგი უბანია და სულ იძლევა ხოლმე აქ შეკვეთებს. ახლა მოგცა. უნდა მივაკითხოთ ახლა მგზავრს. კილომეტრი და 300 მეტრი. ჭირდება მგზავრამდე მიწვდა 2 წუთი. Добре. Куба. Окей. Добре. Так, მე მგზავრიც მოვიყვანეთ. ახლა კიდე ნამეტანი შორიდან გვაძლევს შეკვეთას და იგი აღარ გვინდა. 26 ზლოტად მოვიყვანეთ 11 კილომეტრი და 200 მეტრი, 15 წუთი. Да? Добре. Изабела. Изабелла.
Principal Runner, quando una cosa manipolava e poi si muoveva anche tu i zambi mi sa che mai bene я не поставила много Так, მოვიყვანეთ ახლა ესენი 15 კილომეტრი 43 ზლოტი. 23 წუთი დავკირდა. და დავუბრუნდით შემდეგ შეგვეცეს. აქ ესე იგი აგერ მივდივართ ახლა კიდე შეგვეცაზე. 400 მეტრში უნდა მივაკითხოთ მგზავს. ეს არის დღეს უკვე ბოლო შეკვეთა და მოკლედ ისეთი შეკვეთა ჩამიგდო რომელიც მიდის ჩემი სახლისკენ. იმია. Mira. So? Lomjan. მოვიყვანეთ დღევანდელი დღის ბოლო მგზავრი. 24 ზლოტი და უძველად 13 კილომეტრზე და მოყავდა 16 წუთი. მე დღეს ამითი დავამთავრე პარასკევი დღის მუშაობა. და გაგრძელებას არ ვაპირებ და ნახოთ ახლა თანდათან სანამ მივალთ სახლამდე ნახოთ რა გვქონდა რა გავაკეთეთ როგორ გავაკეთეთ. შეგვეთებს იძლევა ახლა მაგრამ ახლა შეგვეთებს იძლევა უკვე ცენტრიდან ახლა აგერა 9 კილომეტრიდან და 10 კილომეტრიდან ვაზგავს შეგვეთებს. ანუ ცენტრიდან იძლევა შეგვეთებს რა. ამით ნერვები ხომ მოეშალოს. გავხიშოთ ახლა აპლიკაცია. ნახოთ რამდენი გქონდა დრო დარჩენილი კიდევ სამშობლოდ. ესე იგი 12 საათიანი გრაფიკი, რასაც გვაძლევს Uber-ის სამუშაოდ. მე ვიმუშავე ზუსტად 12 საათი და გავხიში აპლიკაცია. გამოვედი 4 საათზე სამუშაოდ, შუადღის 4 საათზე. პირველი შეკვეთა ავიღე 5-ის 8 წუთზე და ბოლო შეკვეთა დავამთავრე 5-ის, ანუ დილის 5-ის 10 წუთზე. ზუსტად 12 საათი და 2 წუთი გამომივიდა მუშაობა. და კიდე მაგ დრო დარჩენილი Uber-ზე რომ ვიმუშაო საათი და 3 წუთი. ანუ რომ მემუშავა ახლა რომ გავაგზავნო ესე იგი 13 საათში 13 საათ და 10 წუთში ამოვწურავდი 12 საათიან გრაფიკს. და გამოგვივიდა რა ესე იგი დღეს ჩვენ გავაკეთეთ 26 შეკვეთა 26 მგზავრობა შევასრულეთ. და თანხაში გამოგვივიდა ჩვენ დღეს ნამუშევარი 644 ზლოტი და 71 გროში. ანუ რა გამოდის ახლა ჩვენ ეს რო თავი არ დაიშვით. რომ მივაწოდოთ იმ ხალხს ის ინფორმაცია რომელიც დათვლა ეზარება და დავუთვალოთ. ესე იგი გამოგვივიდა რა 644 ზლოტი და 71 გროში. ეს გავყოთ 12 საათზე მოდრის 53 ზლოტი და 72 გროში გამოდის საათში გაკეთებული. გავლილი გვაქვს 300 გავლილი გვაქვს ჩვენ 312 კილომეტრი. 312 კილომეტრი გავიარეთ, გავაკეთეთ 644 ზლოტი და 71 გროში. 300 კილომეტრი მანქანა, მე მყავს Toyota Prius ესე იგი მესამე თაობა, რომელიც არის გაზზე. რომელიც 100 კილომეტრში მიწვავს. დღეს ახლა არც კონდიციონერი გამომიყენებია, არც ფეჩი ჩამირთია, არაფერი ნორმალური დღე იყო, არც ის დამჭირებია, არც ის დამჭირებია.
ცოტა ვიგაზავეთ, ან Toyota-ით რა უნდა იგაზავო მომენტ პლუსი, მაგრამ რაც შეუძლია ყოველ შემთხვევაში გაზავო ხოლმე როგორც შემიძლია და რანაირადაც მომწონს ხოლმე სიარული ისე დავდივარ. მაგ სიარულზე მიწვავს 6 ლიტრა ნახევარს, 6 ლიტრი და 700 გრამ ზაწვას გაზს. გავლილი გვაქვს ესე იგი 312 კილომეტრი. ანუ 100 კილომეტრზე თუ გვიწვავს 6 ლიტრა ნახევარს, ნუ კაი, ჩავთვალოთ 7 ლიტრას წვავს. 7 ლიტრას უწვავს 7 ლიტრა გამრავლებული 3 2-ზე კაი ჩავთვალოთ. ანუ დამჭირდება 22 ლიტრი. 22 ლიტრი დამჭირდება ბაკის გასავსებად ის. ეს უნდა გავამრავლოთ ახლა გაზის საფასური, დღევანდელი საფასური გაზის არის 2.80. 2.80. 62 ზლოტი და 70 გროში საწვავი მჭირდება. ახლა 640 ზლოტს რო გამოვაკლოთ 62 ზლოტი, ნუ კაი, 63 ზლოტი, 580 ზლოტი დარჩა. შემდეგი ხარჯები რაც არის, კიდევ ვისაც გაინტერესებს, ეგ ხარჯთან დაკავშირებით. მე ვარ ჩემი მანქანა, არ ვიხდი ქირას. არ ვიხდი ქირის საფასურს. მაგრამ ყოველი ჩემი ნამუშევარი თანხიდან, ყოველდღიური ნამუშევარი თანხიდან 10%, ანუ საწვავის გამოკლების შემდეგ რაც მრჩება, მაგას ვაკლებ. ანუ ვიღებ იქიდან 10%-ს, რომელსაც ვდებ ცალკე. 580 ზლოტიდან 10% არის 58 ზლოტი. დავთვალეთ 60 ზლოტი ავიღე და გადავდები ცალკე. ყოველ დღე რომ მე მომიწიოს 50 ზლოტიდან 60 ზლოტის გადადება, მანქანის ხარჯი, პირადი მანქანა ვისაც ყავთ, მანქანის ხარჯი რაც არის, მე ჯერ ესეთი არავის არ გიკონტროლით იმას თუ ვინ როგორ და რანაირად გადადებთ ამ თანხას, მაგრამ მე ჩემს სიტუაციაში გეუბნები. თუ ამას გააკეთებს ადამიანი, რომ ყოველდღიური თავისი ნამუშევრიდან 10%-ს გადადებს, არა აქვს მაგას მნიშვნელობა, გავლილი ექნება მაგას, ესე იგი, გაკეთებული ექნება 200 ზლოტი თუ 1000 ზლოტი. უნდა გადადო 10%. ნუ შენი მანქანის ხარჯები ამოიღო, მაგრამ თვის განმავლობაში 10% შენი თვის ნამუშევრიდან 10% მანქანის ხარჯი არ აქვს. ეგ ერთი. წლის განმავლობაში შეიძლება გქონდეს მაგდენი, მაგრამ თვის განმავლობაში არ არის. თვის განმავლობაში უმეტესად მანქანის ხარჯი არის ზეთი, ხუნდები და ეგეთი რაღაცეები, ანუ ისიც ხუნდებს ახლა ყოველდღე არავინ არ სვს და ყოველთვე არავინ არ სვს. ხუნდებს რავი, ნახევარ წელიწადში ერთხელ სვი და ყოველ დღის ნამუშევრიდან 10% რომ განაინახო, როგორც მე ვინახავ მაგალითად, ხო? 10%-ს ვინახავ ყოველდღიური ნამუშევრიდან და როდესაც თანხა მჭირდება, ამორტიზაცია, იქ სტержინები, ხუნდები, იქ ჰიბრიდული სისტემას დაემართა რაღაცა, ანუ მაგისთვის უკვე თანხა მოგროვილი მაქვს და მანქანა არ მიჩერდება. მივდივარ, იმ დღესვე ვაკეთებ და ვიწყებ ისევ იმ 10%-ის გადადებას, რომ შემდეგისთვის რო რაღაცა კიდე გაჩერდეს მანქანა, მაგისთვისაც გქონდეს თავი გადადებული თანხა. ყოველ შემთხვევაში მეგობრებო, ჩემი ხარჯები ეგეთია. ანუ სადღაც 65 ზლოტის გაზი დავხარჯეთ, გავაკეთეთ 644 ზლოტი. რო გამოვაკლოთ ეს ყველაფერი სუფთა ხელზე დამრჩება 580 ზლოტი საწვავის გამოკლებით და 10% რო გადავდოთ 580 ზლოტის დამრჩება 520 ზლოტი სუფთა. 520 ზლოტის სუფთა ხელზე რაც მრჩება, რო ავიყვანოთ და გადავიყვანოთ ჩვენს კურსზე ლარზე, გამოდის 370 ლარი. 370 ლარი ვიშოვე დღეში. 370 ლარი დღესდღეობით ზოგიერთ სამსახურებში საქართველოში თვეში არ აქვს თოფასი. ასე რომ ვინც ჩამოსულები ხარ, დავაფასოთ ის, რასაც ვშოულობთ და რაც გვაქვს შემოსავალი ყოველდღიურად. მადლობა მეგობრებო, რომ უყურებთ ჩემ არხს. დიდი მადლობა კომენტარებისთვის. ვუყურებთ თქვენს კომენტარებს, პასუხობთ, როგორც კი მაგ დრო ხოლმე თქვენს კომენტარებზე გიწერთ პასუხებს, თქვენს კითხვებზე ცემ პასუხს. კიდევ რამე თუ დაგაინტერესებთ, მოიწერეთ, გაალაიქეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ და უფრო კონკრეტულად და უფრო ჩაგახედებთ სიტუაციაში თუ როგორ და რანაირად შეიძლება ვიმუშაოთ უკეთ და გამოვიმუშაოთ უფრო მეტი ტაქსი. დიდი მადლობა რომ უყურებთ ჩემ არხს.